Ჟველურთაში ვართ ხალხო. Ჩემ ბავშვობაში. ეგეთ არის სოფელი. ეს არის გორი. გორი იყო როგორც წესი ბავშვების გასართობი ადგილი. აი იქ დოგი რო დგას, იქ ხა სახელები წაშლილი არის. მე ტყიდან რომ გამოვართ მივალთ იქ იყო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების სახელები დაწერილი და აი ჟველურთაში ესეთი ერთ-ერთი ცნობილი ის იყო რა ქვია, სადღეგრძელო რომ აი გორზე ბიჭებს გაუმარჯოსო ეს ესვავდნენ ხოლმე ამ წასულების კონკრეტული ამ ადამიანების სადღეგრძელოს. იქეთ ჩანს შტროლთა აქვე თქვათ რომ მათე სპეისი არის შტროლთაში. არ ვიცი მოახერხეთ თუ არა გადასვლას, მაგრამ კარგი გარემო და კარგი ადამიანები და ხვდებიან იქ თუ ამოხვალთ. აქეთ არის ჩიგლაურთა და აგე მომალოც ჩანს. წავიდეთ ახლა და შევიდეთ ტყეში. ამ ტყეს აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა მთელ ბავშვობა აქ დავდიოდით, მაგრამ სამწუხაროდ როგორც ეს გზა ბილიკები ზოგადად მიტოვებულია ესეთი პატარ-პატარა სოფლები მაინც და მაინც ვერ ვითარდება. მათ შორის ჟველურთაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. გზაზე ბალახია ამოსული, რაც ძალიან სევდიანი ამბავია. აქაც ბილიკი არ ჩანს, მაგრამ ბავშვობაში რომ დავდიოდით, ორი რაღაცა მახსოვს. ერთი რაღაცა შტაბი გავაკეთეთ, რომელიღაცა ხის ქვეშ, საიდანაც აქ ჩანდა ხოლმე ყველაფერი და შიგნით რომ შევდიოდით, სანამ ბესიკა პაპას იქამდე მივიდოდით, ცხურის ბინამდე. ერთი მოტეხილი ხე იყო რა და ისე იყო მოჭრილი, მელას გავდა და მელას ვეძახდით. ხო და თქვენც კი არაფერი, მაგრამ ჩემთვის ძალიან ისეთ საყვარელი ადგილია და ახლა იმედია მივაღწევთ. იქნება 2-დან 1 მაინც ვიპოვოთ. ჩვენი ასე ვთქვათ, ეკიპაჟი, არმია, ეკიპაჟი. შეიარაღებული ნუცა. სალამი. მზად არის დაამარცხოს დათვი და ასევე ჩვენ გველოდება ახლა შიგნით დათვი, რომელსაც ახლა ხანს გაიღვიძა. ტკივაკბილი. და ამოვუჭი, რაღაც გაეჭედა კბილში და უნდა. წავედით. აქ ბოლოს ადამიანი როდის იყო არ ვიცი. ძველი ბილიკები ვერ ვიპოვეთ, მაგრამ ახალი გავყავს. და აი იქ ვიპოვეთ მე მგონი ის ძველი თავარი ბილიკი და იმედია ეგ არის წამო. ეხლა რაც შეეხება ჟოზეს და მე რო არ ყოფილიყავი ჟოზე რო არ იქნებოდა. ესე იგი ბავშვობაში ჩემი ძმა გიორგი მარშანია იქ გორზე, გორის ქვემოთ ხეები არის და ქვემოთ ჩავდიოდით სადღაც არ ვიცი და ჩაცურდა და გადმოვარდა ხიდან. დაეცა ძირს და გააჩერა სუნთქვა. და პირველი გულფიტესი ანიმაცია ჩემ ძმაზე გავაკეთე. აქვე შეგახსენებთ რომ პირველი დახმარების ცენტრი არსებობს. ყველაზე ლამაზი ტრენინგ ცენტრი საქართველოში და მე მგონი ერთადერთი ტრენინგ ცენტრი რომელიც რუტინულად ინდივიდუალური ჩაწერით ვაკეთებთ ხოლმე ტრენინგებს. ყველაზე ლამაზი როა ეგ ფაქტია და ყველაზე კარგი. ხო და გიორგის მერე იქ ვიყავით. ხვაფის დასაკრებ, ხვაფას ეძახიან აქ ჟოლოს. იმის დასაკრებად ვიყავით და მე კლდიდან გადავარდა და ხერხემალი მოიჭრა. მაგარი ბედნიერი ბავშვობა ქონდა გიორგაც. წავედით ახლა ქვემოთ. მაიცა? ინახე. ეს ხო გავს ბილიკს. არ გავს? თუ მე ჩვენება. თუ ისე ძალიან მინდა ვიპოვო რომ მე მომსგავსე. ეს ახლა ბილიკს არ გავს? ნახე ქვემოთ მოყვება. აშკარად ბილიკი არის და აგერ გამოდის. წამოდით ბავშვებო. ტყე ესეთი გაველურებული როა, კაია და ლამაზია. თუმცა ადრეს ბილიკები ძალიან კარგად იყო გამოკვეთილი. ხელშეუხებელი იყო ისედაც აქ ტყე, მაგრამ ეხლა ესე ძალიან მიტოვებული როა. ესე ძალიან მიტოვებული როა ეს სოფელიც თავისთავად არც აქ აღარავინ აღარ დადის. ჩვეულებრივი ესეთი ბილიკები იყო და მისახედი არ და ესეთ პატარ-პატარა სოფლებშია შენახული ის ძველი თუშური ამბები. ახლა ამ ბილიკის საქმეა, ის ბილიკი გახსოვს? ესე ზუსტად არ მახსოვს ახლა ეგ დეტალები არ მახსოვს, მაგრამ თუ ეს ის ბილიკია, ესე ვივლით და მე ესე შემოსახვევი იქნება და გადატეხილი ფიჭი უნდა იდგეს, რომელსაც აქვს მელას ფორმა. ეგ მახსოვს. ერთადერთი რაც კარგად და ესე მე ტყე არის და უცბად ესეთი გაშლილი მინდორი უნდა გამოსდეს რა და ეს უნდა გავიდეთ და ტყე უნდა იყოს ჩვენ გარშემო. თუ სწორად ვართ და თუ არა ვართ არ ვიცი. იმიტომ ეს ბილიკი ნენელა აშკარად აირია ეს ბილიკი აღარ გავს ბილიკს უკვე. თითქოს ესეც მახსოვს ეს გადასახედიც. ესე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ. ხო და ესე უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ეს გადასახედი ნახე რა მაგარია.
просто ახლოს არ მიხვიდეთ მეც. აქ ძალიან ახლოს არ მიხვიდეთ. არა, იქ მიქით. ჩუჩავარნია. ეს გადასახედი ვიპოვეთ. წამოდი ახლა ხეს არ გაცდე, ძალიან ის არის, რა ქვია. სპუს ჩასავე იმენა ხევი იწყება რა. არ გავს просто. აქედან რო ხედავ. აი უყურე, ეს ხე რო არის, ხო ჩაოლებრია, თითქოს გორია რომ გადახვალ, მაგრამ ეგრევე ჩასავარდნი არის და ჩადის ხევში. ახლოს ვერ მივიდეთ, ვერ ვიღებ სიტყვაზე შეგიძლიათ გვენდოთ. ნობა! ნახე პატარა ნაძვები. ბილიკზე როგორ არის ამოსა. აიმე. მოდის თორნიკე? კიდეებზე ფრთხილად იარეთ, აი ნახე. ზემოდან არ ჩანდა და. აი, არის ბილიკი კიდე. მგონი სწორად მოდივართ. აუ თქვენი არ ვიცი რა, მაგრამ აი, საოცრება ხდება აქ რა. ფოცლების ხმა, ჭიკ-ჭიკი, არ შემოუღრანი ტყე. რო ვეძებთ გასასვლელს. აგერ ეკა მოდის. თავისნაირი ლამაზი გვირილები კი არა, ყვავილები უპოვია და კრეფს. საერთოდ მთის ყვავილები არის ძალიან ლამაზი. წამო ახლა თან გავაგზავნოთ და მერე იქ ვნახოთ როგორ თაიგულს შეკრავს და მაჩუქებს. ზოგადად ეს პატრიარქატი კაცებს გჩაგრავს, იმიტომ რომ ყვავილებს არ გჩუქნიან არასდროს. ამიტომაც ჩემი მეუღლე ხა მიკრიფავს ყვავილებს. აბა, წავიდეთ ახლა სად აღმოჩნდებით. გავიგოთ. სამწუხაროდ უფრო და უფრო მკრთალი ხდება ეს, მაგრამ არა არის. არის ეს ბილიკი, არა? ბურია. არა, ის ადგილი უნდა ვიპოვოთ უეჭველი რა. მელა ხო და ის გორასავით არის და ესე ტყე მთავრდება უცბად და ეს შუაში არის თავისუფალი მინდორი. ნელა. კინაღამ კისერი მოიტეხა. ნინიმ. აბა წამო. წყალთან მოვედით ახლა პატარა ხევი არის, ნუ ხევი არ ერთხმის ამას, მაგრამ ნაკადული ჩამოდის და გაჩვენეთ ახლა ბავშვობაში როგორ სავდით წყალს. თქვენ ეს არ გაიმეორეთ, რა თქმა უნდა, ახლა იყიდება ეს ფილტრები, ძალიან კარგია და იგივეს რო გაკეთებთ, უბრალოდ ფილტრი გამოიყენეთ. ჩვენ დროს მაინც ახლა ეგეთი მასალა ვქცევთ. ყურადღებას, მაგრამ გაჩვენეთ ახლა როგორ სვამდით წყალს, როცა ტყეში მოდიოდით. ნახე, აქ ისეთი მხარი არის უკვე, რომ აი რა ვიცი რა. ეს დათვს უნახავ სადმე თორე კაცის ფეხი აქ აღარ იდგება. და ვეძებდით აი ესეთ იმას აქვია. აქვია გაბრწყელებულ ადგილს, ხო? გახედე იმას, მეგონი დაიკარგე. თორნიკე! გახედე რა. საიდანაც მოხვედი, იქიდან გახედე, აი ეგრე გახედე, მანდედა რომ დაგინახოს. ხო და მოკლედ ესე დაბლა რომ ჩამოდის ესეთი ასე თუ ისე სწორი ადგილი უნდა გეპოვე. ხა ეს არის იდეალური მაგალითად. ზემოთაც შეიძლება, აი აქაც შეიძლება. მსგავსი რაღაც და ვიწყებდით გარშემო მოსუფთავებას ეს. და უნდა მოგითხარა აი ესე. თახვივით ახარ რა აქ. წარმოვიდგინე თახვები თუ რა ქვია, ვიბერს თუ ვიბერ. იმას რო აგუბებენ ხოლმე, ერთი? ო. ესე აკეთებ ეს რაღაცას. მე და პაწკო პატაჭოლი კიდე ვაკეთებდით ხოლმე ეს. ახლა უყურე. ეს. არა ხდება აქ. ხო და ახლა ველოდებით ამით დაწმინდავებას რა. ახლა წავალ ჩვენ და აქედან რომ გამოვივლით, უკეთ სუფთა წყალი იქნება, ჩაყოფთ თავს და დალევ. ხო კიდე ერთხელ ვიძახით დღეს წელს კი არა. თანამედროვე ეყოფაში ამას უნდა გამოვიყენებთ ასევე ფილტრებით. მაინც მე ნუ მომბაცავთ. აი მომართა ჩემო მეუღლემ თის ყვავილები. კან გავდივარ? ხო როგორ? რა უკან დავდივართ? ეხა იწყება თავარი. სად მივიდეთ და აი ზემოთ უნდა გავიდეთ. так. ამას ვამყარეთ და მყარია. ნახე. ნაგე, რაღაცას
რაღაცის მოჯმული ვნახეთ. Აშკარად ადამიანის არ არის. როგორც მახსოვს. ესეთი რაღაცა იყო აქ. ზუსტად არ ვიცი სწორად მახსოვს თუ არა. რამდენია? მარა. ჰატო? აი თამა. თუ არა სწორად მახსოვს. გავაფართხალე. თუ სწორად მახსოვს. თუ სწორად მახსოვს, ეს არის საკაიფო რაღაცა საჭმელი. ახალი არ ვიცი ოღონდ. თქვენ მაინც არ ცადოთ. არა ის არის. წვერი რა იყო. ის გაიჩიტა, მარტყვი. მარის უნდა, ესა და მომწარვა. თუ დიდი როა უფრო ის არის წვნიანი. ამან სხვა მარტყვი მოიტანა. მინა. აპატანა მარტყვის. დამიტოვე. აუ რა ის აქვს, იცი ამას არომატი უსუნეთ. ხოლმე. დამიტოვე შუაში. არ შეჭამს. მეტყვი. აუ ბავშვი ჭამდის ხოლმე. არ ვიცი რა ქვია. იჭმავს ხოლმე ეგეთ არის. მე რასაც დავაკვირდი, ეს არის ერთი ისა ამასაც ცნობი ძველი ბილიკების რა. აი ეს პატარა ნაძვები გატყიურება სადაც იწყება თუ რაც ქვია რა. მე მგონი იმენა ბილიკებზე ამოდის. ჰაი პოგზა. ახლა ხთხილად გადმოდით. გეხო ეს უნდა ვშვილიყავით. შო, გერდა. მაგრამ აი თქვენ მოჩოდეთ. რაღაცა ეს დამეწყრილია მე მგონი. აქ ჩამოტანილია მთლიანად, ნახე? აქ ტყე იყოსო. მაინც ლამაზია. ეს ჩამოღებულია, სულ არ იყო ეგრეთ. და გადავიდეთ მაინც. ლიზი თორნიკე გაუშვი შენ წინ და გაკაფავს რა. არ ვიცი, უნდა ვნახო რა. მოკლედ ეს ჩამოშლილი მე არ მახსოვს. ახ გავაჩ. ის ზემოდან უნდა გადამოვაროთ. ზემოთ ავიდეთ და ახ ის არის ჯაგნარი. თან ის არის. ой. მაყვალი არის და რა ვიცი ვინა გამოგრე. არა, просто გადახედვა მინდა ის სამეწყერზე. ახე როგორი ნაშალია ესო. ახ როგორ გავიდეთ. ახ რაღაცის ნაწოლია. რაღაცის ნაწოლია. ალბათ, ვიცი და თუ იყო თუ რა იყო. როიწვა აშკარა. როიწვა ფაქტია თქო. თუ იყო თუ რა იყო არ ვიცი. სულ ჩამოშლილია. მე არ მახსოვს ეს. მარა ფაქტია წინ ვეღარ გავაგზავნებთ გზას. უკან უნდა დავუბრუნდეთ. აი რომ კლამასაკდა. ესენი ხო, ესენი პატარა ისინი. ვიტომც არაფერი. სად? აგე მოდი. ეს რისთვის დააგუბა ეხლა? დაგუბებულია კამკამი წყალი. საწყურია მოსო. ბევრი არ მიკლია მეც, მაგრამ არა სანსი არ ამოვიწამლები ვეჭვობთ. მოკლედ გამოვედით ტყიდან. მე და ერთ წერტილი ვერ ვიპოვეთ. იმიტომ რომ სულ გატყიურებული არის იქავრობა, მოკლედ. და ხო, ბოლოში რომ გადავედით, საერთოდ მეწყერი იყო და ვერ გავაგზავნეთ გზა. ეხლა შევალთ ჟველურთაში, სამწუხაროდ. აქაც ბევრი ხალხი აღარ არის უკვე. მაქსიმუმ მოვიდნენ ხოლმე
დღეობებზე ჩვენ აქ რომ მოდიოთ ყოველთვის ვცდილობ ყოველ წელს ამოსვლას, მაგრამ ძალიან მისახედია. აი ბალახია ამოსული ბილიკებზე და შიგნით სოფელში საერთოდაც ძალიან დიდი ბალახები ჩანს რა და ეხლა შევალ შიგნით ახლოდან უკეთესად ნახოთ რა ხდება. ესე იგი ეს არის უკვე სოფლის შემოსასვლელი რაღაც თითქმის შუაში ვარ და ანუ ამაში ხედე. ხელა ბალახი არის. აქ არა თუ ამ ხელა ბალახი. ვაფშე ბალახი არის ხო არასდროს. იმიტომ რომ სულ მოძრაობდა ხალხი. მაგრამ ეხლა მიტოვებული არის და არის ნასოფლარივით. ამ სახლებს უნდა მიხედვა აღდგენა და ყოველ წელიწადს სიარული. სხვა აქაურობას მეტი აფერი არ იშველება. ესეც აქციოზია. ეს არის საჯარე ქვია ამ ადგილს. სოფლის შუაგული და ყოველ საღამოს აქ იკრიფებოდა ხალხი, ცეცხლს ვანთებდით. აქ მაგი დაიყო, აქაც მაგი დაიყო და ჩვენი ბავშვები ისე ვიჯექი ხან. ქვაზე და მიწაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეხა სულ ბალახითაა სახლს. ეს ვაფშე ჩაქცეული არის, ეხა ეს ახლა ჩავარდეს, ჩათვალეს საჯარში წაიღებს და მერე უკვე მართლა შეიძლება ნასოფლარი დაერქვას ამას. წამოვა ჩავიდეთ. ეს აგე ჩაუტანია კაცო. აი ჩამონგრეულია. ხედები კი არ ამაზე, მაგრამ აბა ნახე. ეს მხარე მეგონა სამზარეულო იყო. ეს არის აქ იხარშება ლუდი დღეობებში. ეს კი დგას, მაგრამ ჩემ სახლის უზევით, ეს უზემოთ. ყველაზე მაღალი რაც ჩანს ეს არის ჩემს. სამდღიანი დღეობების მერე მეოთხე დღეს აქ ეწყობა ხინკლაობა. აი ამ სახლის ეზოში აქ მთელი სოფელი იკრიბება, ამას გადააფარებენ პალატკას. მთელი სოფელი უახლოეს ხინკლავს, მანდვე არის მაგიდა და მან მიდის დღეობების დასრულების ცერემონიალი. აქ ვაფშე ღობეა გადმოქცეული ნახე. მოდი. ამოძე. ამის იქეთ არის წყარო. ეს ძალიან ამას სახლი იყო ყოველთვის. ესეც წყარო. წყარო კი არის ჯერჯერობით. კოხტა და ლამაზად. ეს წყარო არის ყველაზე საკაიფო წყარო. მე მგონი მთელ თუშეთში. და მთელი მოღალე არის. ამას ეს გაზის დროზე უნდა დალივა. აი ეს ჭიქა. ასე არა ვარ ამდენი წლის არის რა. რაც თავი მახსოვს ეს ჭიქა არის აქ. ნახე როგორ ისე დახვეწილი. და დევს ყოველთვის ამ ადგილზე. თქო მინდება გაცინჯე წყალი. აბა. მადლობა. აურა კაია. შო. ბიოლურთის ვოიაჟი აქ თავდება. იმედია ეს სოფელი ცოტა მოწესრიგდება, თორე 1-2 წელიწადს და ნასოფლარი იქნება აქ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო და გაუზიარეთ როგორც ამბობენ ხოლმე.